მოგესალმებით ყველას. დღეს მინდა ვისაუბროთ ჩვენ ბალბაზე. როგორ მოუვაროთ მას და როგორ მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენმა ბალბამ მთელი წელი იყვავილოს. ასე რომ დავიწყოთ. პირველივე შეძენისთანავე ჩვენ გვიჩნდება იმის სურვილი, რომ მოვიტანოთ ბალბას სახლში და ეგრევე გადავრგოთ რაღაც ლამაზ ქოთანში. არავითარ შემთხვევაში ეს არ გააკეთოთ, იმიტომ რომ შესაძლებელია ბალბამ ვერ გადაიტანოს ტემპერატურის ცვლილება. დადეთ სახლში, სადღაც 1 კვირის განმავლობაში, კარგი იქნება თუ მას კარგად დავაკვირდებით ჩვენ და არ დავდგავთ სხვა ყვავილებთან. ცალკე დადეთ, დააკვირდით, დაათვალიერეთ ფოთლები, ხო არაფერი აზისბას, ან ხო არაფერი ყავს მიწაში. ხო და 1 კვირის მერე უკვე ჩვენ შეგვიძლია ბალბა გადავრგოთ თავისუფლად ქოთანში. როგორი მიწა უნდა გქონდეს ამისთვის, აუცილებელია ბალბის მიწა შედგებოდეს ტორფისგან, მიწისგან და ქვიშისგან. სადღაც 1 კილო ქვიშაზე მიდის 1 კილო ტორფი და 1 კილო ქვიშა. ეს აუცილებელია ჩვენი ბალბამ, რომ თავი კარგად იგრძნოს, მიწა იყოს ფხვიერი და არავითარ შემთხვევაში არ იყოს ის მძიმე მისთვის. მეორე, სწორად შერჩეული ქოთანი ჩვენი ბალბის გაყვავების და კარგად ყოფნის ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. არავითარ შემთხვევაში ბალბა არ გადარგათ დიამეტრით დიდ ქოთანში, აუცილებელია რომ ქოთანი გქონდეს ჩვენ პატარა. თუნდაც როგორც ეს ქოთანი გვაქვს, ამ ქოთანში არის 6 ძირი ბალბა ჩარგული და შვენივრად გრძნობენ თავს და უფრო მეტად ყვავილობენ. დიდ ქოთანში ჩვენი ბალბა არ იყვავილებს, რადგან ფესვები მოანდომებენ ამ ქოთნის შევსებას და ის მოგცემს მარტო ფოთლებს და ნუ გაგიკვირდებათ, რომ ხშირია კითხვები, რომ რატო არ ხარობს ჩემი ბალბა. ამიტომაც არ ხარობს თქვენი ბალბა, რადგან ისინი არიან ძალიან დიდ ქოთნებში გადარგული. ხშირ შემთხვევაში ამ დიდ ქოთანში არის მხოლოდ 1 ძირი ბალბა. ამიტომ შეარჩიეთ სწორად ქოთანი, გადავრგათ ბალბა ესეთ ტორფიან მიწაში და მერე როგორ უნდა მოვიქცეთ. ცოტა ხანი ვაცადოთ მას, რომ შეეგუოს, სადღაც 1 თვის განმავლობაში მას არ ჭირდება არანაირი ვიტამინები, რადგან ის უნდა მიეჩვიოს ქოთანს და კარგი იქნება იცოდეთ, რომ ბალბა არ გადავრგათ, არამედ გადავაგოროთ სხვა ქოთანში. მეორე, უკვე გავიდა 1 თვე, შემდეგ უკვე ზამთრის პერიოდში აუცილებელია ბალბას მივაწოდოთ ის ვიტამინები, რომელიც მისთვის აუცილებელია, რადგან ზაფხულში მან მოგცეს ძალიან ბევრი ყვავილი. კერძოდ მე ვიყენებ ფორტეს, აგერ ჩანს უკვე. ეს არის მინერალებით და ორგანული მინერალებით გაჯერებული, რას აკეთებს ის ეხმარება ბალბას, მისცეს ის ვიტამინები, რომელიც მისთვის აუცილებელია ყვავილობისთვის. ნამდვილად. ამ სითხეს ვასხავ ამ თავსახურში და ვურებ 2 ლიტრა წყალში და ასე ვწყავ ჩემს ყვავილებს. მეორე რაც უნდა იცოდეთ, როცა ბალბა უკვე თქვენი ბალბა, არავითარ შემთხვევაში ზამთრის პერიოდში ბალბას არ უნდა მივაწოდოთ ძალიან ბევრი წყალი. სადღაც 5-6 დღეში ერთხელ ისიც ხელის შემოწმებით ჩაუყოფთ ნიადაგში და თუ ის მშრალია, მხოლოდ ამ შემთხვევაში მივაწოდებთ მას წყალს. არ უნდა გადარწყათ ბალბა, იმიტომ რომ ძალიან მალე იღუპება ის, თუ ძალიან გადავრწყავთ და უკვე ძირები ულპება. ამ შემთხვევაში თუ მაინც მოგვივიდა ბევრი წყალი და ხედავთ უკვე, რომ ბალბის ფოთლები უკვე იწყებენ გაყვითლებას, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ესეთი რეანიმატორი, როგორიც არის იანტარნაე კისლატა. რას აკეთებს ის? რეანიმაციას უხდენს ფესვებს, რომ არ დალპენ და ჩვენი ბალბა სულ ბოლომდე არ დაიღუპოს. ამისთვის ჩვენ ვიყენებთ 4 აპს, კარგად დავქვავთ და მას გავაზავებთ 2 ლიტრა წყალში და ასევე მოვწყავთ ჩვენს მცენარეს და თუ რაიმე ფოთლებზე აქვს, ფოთლებსაც მოვწყავთ. მაგრამ იცოდეთ, რომ ბალბას არავითარ შემთხვევაში ზემოთ ფოთლების მორწყვა არ უყვარს. და თუ ზედმეტი მოგვივიდა, ფოთლები იწყებენ გაყვითლებას, ჩამოცვენას, ასე რომ კარგი იქნება თუ ამასაც გაითვალისწინებთ. კიდევ თუ გვინდა რომ ჩვენმა ბალბამ ძალიან კარგად იყვავილოს, ძალიან ბევრი ბუტონი მოგცეს, ამისთვის საჭიროა 1 კარგი ხერხს მივმართოთ, რომელიც მე არაერთხელ გამომიყენებია და უკვე დავწმუნდი იმაში, რომ ეს მართლა მოქმედებს, ეს არის იოდი.
1 წვეთ იოდს ვასხავ 1 ლიტრა წყალში, კარგად აურევ და შემდეგ ბალბას აი ამ სითხეს ვასხავ არა შიგნით ფესვებზე, არამედ აი ესე გვერდზე მოვწყავ მას და ზუსტად 2-3 კვირაში დააკვირდებით და უკვე თითქმის ყველა გვერდებზე უკვე ის გაიკეთებს ძალიან პატარა საყვარელ ბუტონებს და მოგცემს ძალიან ბევრ ყვავილებს. არავითარ შემთხვევაში ეს სითხე არ მოგივიდეთ შუაში, იმიტომ რომ ამას შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი მცენარის დაღუპვა, იმიტომ რომ იოდი მოუწვავს ფესვებს. კიდე ერთი საშუალება, რომელსაც მე ვიყენებ, ეს არის გამაფხვიერებელი ჩვეულებრივი პურის დროჟი, ეგრეთ წოდებული ფხვიერი, უნდა ავიღოთ 1 ჩაის კოვზი დროჟი და ეს დროჟი უნდა გავხსნათ თბილ წყალში, სადღაც 200 მლ-ში და დაველოდოთ 1 საათი, სანამ ჩვენი დროჟი კარგად აფუვდება, შემდეგ 2 ლიტრიან ბოთლში გავხსნათ ეს ყველაფერი და შეგვიძლია მოვწყათ ჩვენი მცენარე. ის აწვდის ფესვებს ჟანგბადს, ვიტამინებს და ყვავილი უფრო დიდი ხდება, უფრო მრგვალი ხდება და ეს დიამეტრით ყვავილები უფრო მეტად იზრდებიან. ხო, და კიდე გაითვალისწინეთ ისიც, რომ აი ეს ვიტამინების მიწუდება არ უნდა მოხდეს ერთიანად ყველაფერი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მცენარეს ვავნოთ. სადღაც 2 კვირაში ჩვენ ვიყენებთ ფორტეს, 2 კვირა ვასვენებთ და შეგვიძლია შემდეგ მივცეთ რეანიმაციისთვის იანტარნა ეკისლატა, ესეც 2 კვირა ვასვენებთ და მერე იოდი ან დროჟი იგივე პერიოდებით. რომ ჩვენმა მცენარე მიიღოს ის ვიტამინები და სანამ შეირგებს ამ ყველაფერს გავიდეს რაღაცა დრო. და თქვენ დარწმუნებული იყავით, რომ ასეთი მოვლის მერე თქვენი მცენარე უფრო ლამაზი გახდება, უფრო გაუმწვანდება ფოთლები და ძალიან ბევრ ყვავილებს მოგცემს და ზაფხულში ის ნამდვილად გვასიამოვნებს და გაგვახარებს თავისი ლამაზი ყვავილებით. კიდევ როგორ გადავჭრათ ჩვენი ბალბა? არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ, რომ ბალბა სიგრძეში წავიდეს, მას ეს უყვარს, როცა ჩვენ არ ჭრით და ის მიდის სიმაღლეში, უთხელდება ძირი, უხმება, ბერდება ის და შემდეგ ამის შემთხვევაში გვაძლევს ძალიან ცოტა ფოთლებს და რა თქმა უნდა უკვე ყვავილებს შესაძლებელია სადღაც 2 თვეში ერთხელ ერთი ბუტონი გამოიღოს და მეტი არა, იმიტომ რომ ჩვენი ბალბა ამით ბერდება. აუცილებელია რომ ბალბა განვაახლოთ ყოველთვის. აი მაგალითად შემოდგომაზე წავჭრით და გაზაფხულზეც წავჭრით, რომ შემდეგ ზაფხულში მან მოგცეს ძალიან ლამაზი ფოთლები და ძალიან ლამაზი ყვავილები. როგორ ჭრით ჩვენ ბალბას? აი აგერ თქვენ უკვე ხედავთ, რომ ბალბა წაჭრილი მაქვს. წაჭრილია და აი ამ კუთხეებიდან უკვე ერთმა ტოტმა გამოიღო გვერდებიდან 3 ტოტი. აი აქეთ. უკვე ხედავთ, ხო? იმიტომ ის სიმაღლეში აღარ მიდის, ის უკვე მიდის სიგანეში. თან მე მივიღე 3 პატარა ძირი ახალი ბალბების, რომელიც მას გვერდზე ჩაურგე და ისინიც ზაფხულში უკვე დაიწყებენ ყვავილობას და ჩემი ბალბა უკვე იქნება მრგვალი და არა მაღალი. ბალბისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ. კიდევ თუ თქვათ ჩვენ მივაღწიეთ იმ სიმაღლეს ბალბისა, რომელიც ჩვენ გვინდა და აღარ გვინდა მეტი სიმაღლეში წავიდეს, აი ესეთ ფოთლებიდან უკვე აი ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ პატარა ფოთლები რო უკვე იზრდება, აი ასე ხელით აი ეს პატარა ფოთლები მოვატეხოთ. ის უკვე სიმაღლეში აღარ წავა, ის წავა უკვე სიგანეში. ესეც ერთ-ერთი აუცილებელია, რომ ვიცოდეთ. შემდეგ წაჭრისას ჩვენ ვიტოვებთ აი ასეთ ძირებს. აი უკვე გადაითვალეთ რამდენი რამხელა უნდა იყოს ის. აი ეს 1 ფოთლის გამონაზარდი, ეს 2 და მესამე უკვე მიწაშია. მოჭრისთანავე ნუ ჩარგავთ ეგრევე მიწაში, დაელოდეთ 2-3 საათი, რომ ბალბამ ძირი მოიხმოს. იმიტომ რომ ჩარგვისას ის უკვე აღარ დაგვილპება ჩვენ და ძალიან მალე შეეგუება იმ პირობას, რომელიც მას ჩვენ შეუქმენით. და ზაფხულისთვის ის უკვე მოგცემს ძალიან ლამაზ და დიდ ყვავილს. აი აგერ გადახედეთ ჩემი ბალბის
ყვავილებს, რამხელები არიან ისინი და როგორ ყვავილობენ და როგორ არიან. მე არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებ იმას, რომ ბალბა წავიდეს სიმაღლეში, უფრო ლამაზია ის სიგანეში წასული და ბუჩქურად ძალიან ბევრი ყვავილებთან ერთად. ასე რომ ეს იყო სულ ის, რაც მინდოდა თქვენთვის ვესწავლებინა, რაც მე ვიცი და გამოცდილი მაქვს ნამდვილად. კარგად ბრძანდებოდეთ და მომავალ შეხვედრამდე.